მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება, რისთვისაც 300,000-მდე ლარი დაიხარჯება. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება, რომელიც 300,000-მდე ლარი დაჯდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა მაკაბერიძემ ჩვენს რედაქციასთან ისაუბრა. მისივე თქმით, კლინიკის გახსნა ზაფხულში იგეგმება. ბერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გივი მიქენეძე უნივერსიტეტში იმყოფებოდა და 9 მილიონად შეძენილი ლაბორატორიული და კლინიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. კლინიკის მშენებლობისთვის გამოიყო დამატებითი დაფინანსება. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაფინანსება გამოყოფილია. პირობა ასეთია, ზაფხულში უნდა გავხსნათ ვეტერინარული კლინიკა. გივი მიქანაძის უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა და მას შემდეგ გავიგეთ, რაც სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა უწყება რეგიონში ვიზიტს ადგილობრივი მედიის გარეშე აორგანიზებს. რაც შეეხება ლაბორატორიას, მაკაბერიძის თქმით, უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარჩვევების, ჰისტოპათოლოგიური, ანესთეზიოლოგიისა და რეაბილიტაციის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის, ასევე კლინიკური უნარჩვევების ლაბორატორიები მოეწყობა. 9 მილიონი ლარით დაფინანსდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი აღჭურვილობა, ლაბორატორიული აღჭურვილობა და არა მხოლოდ უშუალოდ ლაბორატორიული, არამედ კლინიკური აღჭურვილობაც. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 ლაბორატორია გაიხსნება ვეტერინარიის მიმართულებით და შესაძლებლობა გვექნება, რომ კლინიკა გვქონდეს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედდა. მაკაბერიძის თქმით, გადაწყვეტილება ვეტერინარების დეფიციტის გამო მიიღეს. სწავლა 5 წლიანია და კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სამაგისტრო სტატუსი ექნებათ. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვეტერინარიის პროგრამაზე 89 სტუდენტი სწავლობს. სწავლა უფასოა. როგორ აფასებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები ქართული ოცნების განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 4-დან 3 წლამდე შემცირდა და რომელიც სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით საქართველოს სტუდენტებს ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის. რექტორის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება და მასში 2 კანდიდატი, თინა გელაშვილი და ვახტანგ თაქთაქიძე მონაწილეობს. მესამე კანდიდატმა მერაბ ბერიძემ კანდიდატურა თაქთაქიძის სასარგებლოდ მოხსნა. მასეც არ არის, რომ ვერ გააგრძელებს, იქ შეუძლია 1 წლიან, უბრალოდ დამატებით ხარჯებთან იქნება და მერე მოხდება მისი აღიარება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ალბათ ფიქრობს გამოთავისუფლებას რესურსების. რესურსი არის ფინანსური რესურსი, 4 წლიანის დაფინანსება და 3 წლიანის ერთ და იგივე არ არის. მოთხოვია, ხო, რესურსები გამოთავისუფლდება და ალბათ ის რესურსები მერე იქნება დამატებით ჩაბრუნებული და გამოყენებული. ვერ გეტყვით, აი ჩემთვის არის უცნობი, გარდა იმისა, რაც იყო დეკლარირებული 7 კონცეფციის მუხლი, ამის გარდა არ არის ჩემთვის ცნობილი, რომ რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე უნდა ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაცია უფრო მეტი მოწოდებული. არ მაქვს ეს ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ და როცა ვთქვათ რექტორობაზე თუ გადაწყვეტს აკადემიური საბჭო, ჩემი რექტორობის პერიოდში ხო დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, რა ხდება, როგორ ხდება და აი იმ პროცესში უკვე შეგვიძლია რაღაცეები შევთავაზოთ და რა ვიცი, ჩვენ დასაბუთება გვექნება ცალკეულ რაღაცეებზე და ალბათ გაითვალისწინებთ. გარკვეულ ნაწილს სურს ევროპაში სწავლის გაგრძელება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ მათ ხელი ამაში. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტის ინტერესი, არამედ ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი დებულებაა, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს ჩვენი სისტემის. რაც შეეხება იქნება თუ არა ეს დაბრკოლება, მე პირადად არაერთი ქვეყნის მოდელი ვიცი, სადაც აღნიშნული საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და ფაქტობრივად პირდაპირ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.
ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.